ხიდისთავში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს 1000 წლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს მიერ ტენდერის შედეგად გამოვლენილი ქართული კომპანია ახორციელებს. ხიდისთავის საჯარო სკოლა 410 მოსწავლეზეა გათვლილი. 2000 კვადრატული მეტრი ფართის რეაბილიტაცია სრულად მოხდება და უახლოეს პერიოდში მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას. პროექტს 1000 წლეულის გამოწვევის კორპორაცია აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 1000 წლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა დაათვალიერეს. სკოლის რეაბილიტაცია ჩვენს გვაქვს დაგეგმილი, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი აუცილებლად ეტაპობრივად, მაგრამ დროულად უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ პრეტენზია გქონდეს გარკვეულ ცვლილებებზე შემდეგ უკვე შინაარსში და სასწავლო პროცესში. ხიდისთავის საჯარო სკოლა, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხდება სკოლის სრული რეაბილიტაცია, რაც მოიცავს ყველა კომპონენტს სკოლისას, მათ შორის სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას. გორის მუნიციპალიტეტში კეთდება უკვე 12 საშუალო სკოლა და სადაც ბავშვები მიიღებენ ღირსეულ განათლებას და ინფრასტრუქტურას წესრიგდება თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ სწორედ ასეთ ხელშეწყობის პირობებში ჩვენი მომავალი თაობა აღიზრდება სწორედ ისეთი ღირსეული, რომელიც ჩვენ ქვეყანას სჭირდება.